გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ მარიამი, wannabe influencer-ი და YouTube-ზე ახლად შემდგარი კონტენტ კრეატორი სახელით Girl from საქართველო. ვინც ჯერ არ მიცნობთ, გეტყვით, რომ სწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე და ამავდროულად ვიღებ მონაწილეობას ძალიან ბევრ გაცვლით პროგრამაში. თუ ჩემი სხვა ვიდეოები არ გინახავთ, გეტყვით, რომ 2024 წლის შემოდგომაზე Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი ჰელსინკის უნივერსიტეტში, ფინეთში და გავატარე საუკეთესო სემესტრი, რაც კი შეიძლებოდა მქონოდა მთელი ჩემი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა კი Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამები იქნება, კონკრეტულად საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები, რომელსაც ქვია Erasmus+ Mobility ევროპაში. არაერთ ჩემ მეგობარს უთხოვია დახმარება ამ კუთხით და მე ვყოფილ ვარ ადამიანი, რომელსაც მინიმუმ 4 სტუდენტი, ასე რომ ვთქვათ, შეუწუხებია მუდმივად, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიმეღო ამ პროცესზე. და გადავწყვიტა, რომ თქვენთვის ეს ვიდეო ინსტრუქცია ჩავეწერა, რომ იგივე, ასე რომ ვთქვათ, ჰასლი არ გქონოდათ ინფორმაციის მოპოვებისთვის. დავიწყოთ იმით, რომ თითოეული სააპლიკაციო პროცესი ყველა უნივერსიტეტისთვის არის განსხვავებული. რადგან ჩემი ცოდნა შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროცესებს, მეც ამ პროცესებზე დავიწყებ საუბარს და დეტალურად გაგატარებთ თუ როგორი არის სააპლიკაციო პროცესი კონკრეტულად იურიდიულ ფაკულტეტზე. ახლა კი განახებთ თუ სად შეგიძლიათ მიმდინარე გაცვლითი პროგრამების კონკურსების შესახებ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია და სად ცხადდება ხოლმე ესენი ხშირად. პირველი რაც უნდა იცოდეთ არის რომ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ Mobility TSUG-ზე. შევეცდები რომ აქ ჩავსვა, არ ვიცი, ამ ხელს რატო ვიშვარ, ცოტა სასაცილოა. Mobility TSUG-ზე დარეგისტრირების შემდეგ აუცილებლად უნდა განვიხილოთ ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატები. თქვენ არ ფლობთ საერთაშორისო ენის სერტიფიკატებს, როგორც არის TOEFL, IELTS, Cambridge-ის სერტიფიკატი ან NAEC-ის მიერ შემოთავაზებული გამოცდა ინგლისურ ენაში. ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ, რომ გაიაროთ და ასე რომ ვთქვათ, მონაწილეობა მიიღოთ TSUG-ის ინსტიტუციურ ტესტირებაში, რომელიც ძირითადად ყოველ სემესტრში, ან ყოველი სემესტრის მიწურულს ან დასაწყისში ტარდება ხოლმე და ამაზე ინფორმაცია როგორც Mobility TSUG-ზე ისე ქვეყნდება ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვებგვერდზე და TSUG-ის ვებსაიტზე, ასე რომ გირჩევთ, რომ ყოველთვის ყურადღებით ადევნოთ მათ თვალი როგორც სემესტრის მიწურულს, ისე დასაწყისს, იმიტომ რომ სადღაც ამ პერიოდში ტარდება ხოლმე ეს ტესტირება და ეს არის ასე რომ ვთქვათ, თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეს, რადგან ამ ცნობის გარეშე ვერ შეძლებთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებას, თუ რა თქმა უნდა არ ფლობთ ენის სერტიფიკატს. მას შემდეგ რაც გახსნით Mobility TSUG-ის პორტალს, უკვე შეძლებთ რომ თქვენი პირადი ინფორმაცია შეავსოთ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასე შემდეგ უკვე მეორე, ასე რომ ვთქვათ, ფაზაზე გადადიხართ, სადაც უშუალოდ თქვენ მიმართულებას, GPA-ის და ასე შემდეგ ინფორმაციას წერთ და რომელ სემესტრში ხართ, მიმდინარე სემესტრს და შემდეგ უკვე გადავდივართ მოთხოვნილ დოკუმენტებზე. მეც გავხსენი პორტალი, რომ დეტალურად აგიხსნათ ყველაფერი. პირველი ეს არის თქვენი პასპორტის ასლი, თქვენი CV-ის ევროპული ფორმატი, ცნობა სტატუსის შესახებ, ნიშნების ამონაწერი, შევსებული სასწავლო ხელშეკრულება, უცხოენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი და ეს თქვენ არ გეხება თუ TSUG-ის ინსტიტუციური ტესტირება წერეთ, დამატებითი მხარდაჭერა ნაკლები შესაძლებლობების მქონე აპლიკანტებისთვის თუ რომელიმე სოციალურ ჯგუფს წარმოადგენთ, რომელსაც შეიძლება ეს დახმარება ეკუთვნოდეს, მაშინ ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა აიტვირთოს, სამოტივაციო წერილი და აპლიკანტის ინფორმირებული თანხმობის ფორმა. ეს არის ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ აპლიკაციის შევსებისას და მათი თითოეული გავიაროთ დეტალურად. რაც შეეხება CV-ის ევროპულ ფორმატს, ამაზე შევეცდები, რომ ცალკე ჩაგიწეროთ
ვიდეო, თუ როგორ შეგიძლიათ ეს შექმნათ მიუხედავად იმისა, რომ მარტივია, თუმცა ვიდეოს აღწერაში დაგიტოვებთ ვებსაიტს, სადაც შეგიძლიათ თქვენი CV-ს ევროპული ვერსიის გაკეთება, რაც არის ძალიან მარტივი. იდეაში შედიხართ პორტალზე, სადაც ასევე გიწევთ, რა თქმა უნდა, რეგისტრაცია, პირადი ინფორმაციის შეყვანა და უკვე იმ პროექტების, გასვლითი პროგრამების სასწავლო, ტრენინგების თუ სხვა ინფორმაციის შეყვანა, რომელიც, ასე ვთქვათ, თვითონ უკეთებს ამ ყველაფერს ფორმატირებას და თქვენთვისაც ბევრად მარტივია. ის ფაქტი, რომ თესეულ თვითონ გვაძლევს ამ, ასე ვთქვათ, ინფორმაციას უკვე ინგლისურ ენაზე, ჩემთვის ასე ვთქვათ, დიდი შვება იყო, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ როგორც სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა და ნიშნების ამონაწილე მოითხოვოთ ინგლისურ ენაზე, უნითესეუს პორტალიდან, შეტყობინებების ველიდან. რაც დიდი ალბათობით 2-3 დღის განმავლობაში გადმოგეგზავნებათ, ან მიხვალთ და აიღებთ. მე ყოველთვის ვთხოვ, რომ ელექტრონულ პოსტაზე გადმომიგზავნო, რადგან შეიძლება ვერ მოვახერხო მისვლა ხოლმე. და ერთი რჩევა, რასაც გირჩევთ, ეს როგორც კი სემესტრი დაიწყება ხოლმე, ეს ცნობები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე გამოითხოვოთ, რადგან ძალიან კომფორტულია, როდესაც უკვე გაქვთ ხოლმე ეს ცნობები, როდესაც სააპლიკაციო პროცესი იხსნება, ან ნებისმიერი სხვა პროგრამისთვის იდება ხოლმე და უკვე ეს ცნობები, ამ ცნობებზე ლოდინი აღარ გიწევთ და მაშინ გაგზავნით აპლიკაციას. ეს ჩემი პატარა რჩევა, რაც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ სამომავლოდ. ამ შემთხვევაშიც, ასე ვთქვათ, ამ ცნობების გამოთხოვა არ უნდა იყოს პრობლემა. თუმცა შეგახსენებთ, რომ სააპლიკაციო პროცესი ხშირად 10 დღეზე მეტი არ არის ხოლმე და ეს ამან უბრალოდ ამ ყოველივემ შეიძლება სტრესულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ ხოლმე, რადგან ყველა ერთად მიეწყდება ხოლმე ამ პერიოდში ამ ცნობების აღება, სასწავლო ხელშეკრულებას ასე შემდეგ, შესაბამისად ადმინისტრაციაც იტვირთება. და თქვენთვისაც უფრო მარტივი იქნება, თუ წინასწარ გექნებათ ეს ცნობები გამზადებული. აქ შეიძლება მოიაზრებოდნენ სოციალურად დაუცველი პირები, ისევე როგორც მაღალმთიანი რეგიონებიდან, ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ან დევნილები. ამ შემთხვევაში, თუ არ იცით, გეტყვით, რომ მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან, შესაბამისად, ჩემი დევნილის მოწმობის დასკანერებული ვერსია მქონდა ატვირთული, რაც აპლიკაციის დროს მხოლოდ ერთ ქულას გიმატებთ, მეც არაფერს. შემდეგი ფორმა, რაც უნდა განვიხილოთ, არის სამოტივაციო წერილი. ამ ვიდეოსთვის გეტყვით, რომ მთავარია ჩაწეროთ ის, თუ თქვენ რატო გსურთ ერასმუსის ან ორმხრივ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რა არის თქვენი მიზანი, ამაზე გამახვილეთ ყურადღება, რატომ გსურთ ამ კონკრეტულ უნივერსიტეტში წასვლა და ასე ვთქვათ, რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ? თქვენ რას მიიღებთ ამ გაცვლითი პროგრამისგან, მაგრამ მაგალითად უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, ან მთლიანად ეს გაცვლითი პროგრამა რას მიიღებს თქვენი მონაწილეობისგან ამ გაცვლით პროგრამაში. Reciprocity-ს პრინციპზე ალბათ გისაუბრიათ და გეცოდინებათ, როდესაც ეს პროგრამა შენ გაძლევს რაღაცას და იზრდები პიროვნულად მოგზაურობ, ენის უნარებს ინვითარებ, ხო? შენ რას აძლევ ამ პროგრამას? ეს იქნება ხასიათი, მოტივაცია, ცოდნა, გამოცდილების გაზიარება, იქ კულტურული სახამოს მოწყობა თუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თქვენზე არის დამოკიდებული და მე გირჩევთ, რომ იყოთ გულახდილები, იმიტომ რომ ინტერვიუს პროცესშიც ეს დაგეხმარებათ, თუმცა ინტერვიუზე უნდა მოგვიანებით. ასევე აუცილებელია დაწეროთ, ასე რომ ვთქვათ, მისალმების ნაწილი რომ უნდა იყოს, ან რა პროგრამაში იღებთ მონაწილეობას, მგონი ეს ასე ვთქვათ, ყველა მიცით. და ბოლოში დასკვნის სახიზაც კიდევ ერთხელ reinforcing your wish to, ასე ვთქვათ, მიიღოთ მონაწილეობა ამ პროგრამაში. ეს არის ძალიან basic-ი, ამაზე მეც ახლა არ ჩავალშიგნი, თუმცა აი ამ სამკითხვაზე თუ გექნებათ პასუხი სამოტივაციო წერილში, ეს უკვე მოგამზადებთ ინტერვიუსთვის, რადგან როგორც იცით, აპლიკანტთა უმეტესობა გადადის ინტერვიუს ფაზაზე. შესაბამისად, თქვენთვისაც უფრო მარტივი იქნება, თუ გულახდილად უპასუხებთ, ინტერვიუზეც ფაქტობრივად იმავეს გაიმეორებთ და არ გექნებათ ახალი რაღაცები მოსაფიქრებელი ან სხვისი დაწერილი სამოტივაციო დასაზებირებელი.
ამის ასე ვთქვათ კონტენტს ახლა დეტალურად არ გავივლი, თუმცა უბრალოდ აცხადებთ თანხმობას ამ პროგრამაში მონაწილეობაზე და ყველაფერთან რაც არის ამ პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებული. ეს ფორმა არის ატვირთული TSUS ვებსაიტზე, იქ სადაც გასვლის პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების სიას ხედავთ ხოლმე, ყოველთვის არის ატვირთული, ასე რომ არ გამოგრჩებათ. გადმოწერეთ, ამობეჭდეთ, შეავსეთ, დაასკანერეთ და ატვირთეთ. ეს არის 5 ნაბიჯი ამ ფურცლის შესავსებად. და ყველაზე დიდი, ასე რომ ვთქვათ, hustle, რადგან გჭირდება ხოლმე, ეს არის სასწავლო ხელშეკრულების შევსება. ნუ, საერთაშორისო სამართლის სტუდენტებისთვის უფრო მეტად, ვიდრე სამართლის სტუდენტებისთვის. ეს ჩემი აზრია პირადი, ასე რომ let's get into it. სასწავლო ხელშეკრულება არის დოკუმენტი, სადაც რომელსაც პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ითავსებთ. ეს არის Word-ის დოკუმენტი, რომელიც არის ატვირთული იმავე ვებსაიტზე და იმავე გვერდზე, სადაც უნივერსიტეტების სია. და მისი Word-ის დოკუმენტში გადმოწერის შემდეგ, რომელსაც ვიდეოშიც განახებთ, თქვენ გიწევთ, რომ თქვენით უნივერსიტეტის ვებსაიტზე, რომელშიც გსურთ წასვლა, უნდა მოძებნოთ მომავალ სემესტრში არსებული კურსების ჩამონათვალი, იქიდან რომელი არის ინგლისურ ენაზე მიწოდებული სტუდენტებისთვის და რომელში შეგიძლიათ თქვენ როგორც გაცვლით სტუდენტს, ასე ვთქვათ, ჩართვა და ამ კურსების აღება. ეს არის ყველაზე რთული ნაწილი, მინდა აღინიშნოს, რადგან უნივერსიტეტების უმრავლესობაში სასწავლო ენა არის ამ ქვეყნის ენა, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე ინგლისური, თუმცა გირჩევდით, რომ სამაგისტრო პროგრამების კურსებს დახედოთ, რადგან ისინი ხშირად ინგლისურ ენაზეც არის, ასე ვთქვათ, შემოთავაზებული. ფილტრში პირდაპირ შეგიძლიათ მონიშნოთ ხოლმე, რომ მიდიხართ ამ შემთხვევაში 2025 წლის შემოდგომაზე, რომ ინგლისურ ენაზე გსურთ კურსის გავლა და რომ ეს იყოს, ასე ვთქვათ, ღია გაცვლითი პროგრამის სტუდენტებისთვის. ამ სამი და ასე ვთქვათ, ფაკულტეტი, რა თქმა უნდა, რომელსაც წარმოადგენთ. ამ 4 ფილტრის მონიშნის შემდეგ თქვენი კურსების სია და კატალოგი ძალიან დაპატარავდება, მინდა იცოდეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოახერხებთ თქვენთვის სასურველი კურსების არჩევას. თუმცა ეს არ არის ყველაფერი. რაც უნდა გააკეთოთ შემდეგ არის ის, რომ ეს კურსები შეუსაბამოთ ამ სასწავლო ხელშეკრულებაში TSUS მიერ შემოთავაზებულ კურსებს. რაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი, თუმცა არ ინერვიულად ჩვენ ორივე მიმართულებას, ისევე როგორც სამართალს, ასევე საერთაშორისო სამართალს და სხვა ფაკულტეტებს აქვთ თავისუფალი კრედიტები, რომლის შესახებაც დარწმუნებული ვარ გსმენიათ. შესაბამისად, ის კურსები, რომლებიც ერთ-ერთში არ ემთხვევა TSUS მიერ შემოთავაზებულ კურსებს, შეგიძლიათ გაიყვანოთ თავისუფალ კრედიტებში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აუცილებლად იცოდეთ რაოდენობა იმ თავისუფალი კრედიტებისა, რომელიც თითოეულ მიმართულებას აქვს. საერთაშორისო სამართლის შემთხვევაში ეს არის 10 თავისუფალი კრედიტი, თუმცა არჩევითი კრედიტებიდან არის დამატებით 15 არჩევითი თავისუფალი კრედიტი უშუალოდ საერთაშორისო საჯარო სამართლიდან. ამის გაგება რაშიც შეგეცვლებათ არის ძალიან რთული, შესაბამისად გირჩევდით, რომ მიაკითხოთ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს. სამართლის ბაკალავრების შემთხვევაში კი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უკვე იციან ხოლმე ამაზე და სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ხელს აარწერენ და ბეჭედს არ ტყამენ თქვენს მიერ შევსებულ სასწავლო ხელშეკრულებას, შესაბამისად მათთან კონსულტაციის გარეშე მაინც არ გამოვა ამ სასწავლო ხელშეკრულების შევსება. თუმცა ამ ინფორმაციის ცოდნა, რომ რა შეიძლება ჩაგეთვალოთ და რა არა წინასწარ ამ თავისუფალი კრედიტების რაოდენობების გათვალისწინება უკვე დაგეხმარებათ, რომ თქვენ მიერ მიწოდებული სასწავლო ხელშეკრულება მალე შეივსოს და არ დაგჭირდეთ სამჯერ გადაკეთება ამ ხელშეკრულების, როგორც მე მომიწია თავის დროზე, როდესაც ვერ შევავსე ხელშეკრულება და ვერ წავედი გაცვლითი პროგრამით. გადავწყვიტე თქვენთვის პრაქტიკულად ამენახებინა თუ რას მოიცავს სასწავლო ხელშეკრულების შევსება. ისევ ტარტუს უნივერსიტეტის
თუმცა გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ, ეს არის მხოლოდ საჩვენებელი მაგალითი, შესაბამისად, ზუსტად ასე არ გირჩევდით შერჩევას, რადგან უშუალოდ ტარტუს უნივერსიტეტში გასვლითი პროგრამა ორმხრივი გასვლითი პროგრამის საშუალებით ხდება, შესაბამისად, მე ერასმუსის გასვლით პროგრამაზე განახებთ სასწავლო ხელშეკრულების შევსების მაგალითს, ასე რომ ეს ორი თანხვედრაში არ არის. თავდაპირველად გვიწევს ჩვენი პირადი ინფორმაციის შევსება ამ მაგალითზე, როგორც მე მაქვს შევსებული და ასევე მიმღები უნივერსიტეტის ინფორმაციის შევსება. რა ინფორმაციაც გამოტოვებული მაქვს, ისიც თქვენი შესავსებია, უბრალოდ მე დამეზარა მოწებნა. ახლა კი ერთ-ერთი კურსის მაგალითზე, რაც არის International Arbitration, განახებთ თუ როგორ უნდა შეივსოს სასწავლო ხელშეკრულება. პირველ რიგში მას შემდეგ რაც დავძებნით ისეთ კურსებს, რომელთა არჩევაც და არჩევის უფლებაც ჩვენ გვაქვს, ამ კურსის სახელს თავისი ამ შემთხვევაში ლურჯად გაფერადებული კოდით გადმოვიტანთ სასწავლო ხელშეკრულებას ისეთ გრაფაში, რომელსაც აწერია before the mobility, შესაბამის გრაფაში, რომელიც არის მიმღები, ანუ receiving institution. აქ ჩავწერთ იმ კრედიტს თუ რამდენი კრედიტიც მოგონიჭება ამ კურსის სახელს და შტრიხ კოდს და რომელ სემესტრში არის შემოთავაზებული. შემდეგ უკვე იმავეს ვაკეთებთ გამგზავრდი უნივერსიტეტის სექციაში. მე გავითვალისწინე ისე თითქოს ეს კრედიტი, ასე რომ ვთქვათ, ეს კურსი არ არის შემოთავაზებული თესეუს მიერ და დავწერე free credits, ანუ თავისუფალ კრედიტს როგორც დავწერდით და როგორც იცით, კრედიტების რაოდენობა არ იცვლება, შესაბამისად რა კრედიტის, მაგალითად თუ 3 კრედიტიანია საგანი ტარტუს უნივერსიტეტში, ასევე 3 კრედიტს მიიღებთ თესეუს უნივერსიტეტში. ასე რომ კრედიტების ნომრების შეცვლა, რაც მე ადრე გავაკეთე, არ ხდება და თქვენ გაითვალისწინეთ. თუმცა რამდენადაც მახსოვს მსგავსი საგანი თესეულს აქვს შემოთავაზებული, შესაბამისად ამ შემთხვევაში მოგიწევდათ ამ კურსის შტრიხ კოდის პოვნა და თუ ვერ იპოვიდით, მაშინ ცარიელი დატოვეთ, მაგრამ თუ იპოვიდით free credit-ის მეგროთ იმ კურსის კრედიტის ჩაწერა. და ასევე მონიშნა, როგორ ფიქრობთ, პირდაპირ აგიღიარდებოდათ თუ არა საგანი. თუ კურსები, სილაბუსები ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ ეს კურსი მარტივად აგიღიარდებათ. თუ კი არ ემთხვევა, საბჭოს შეკრების შემდეგ ისინი გადაწყვეტენ, რამდენად აგიღიარებენ ამ გავლილ კურსებს. აღნიშნული შემდეგ კი თქვენს პირად ინფორმაციას სასწავლო ხელშეკრულების ბოლოსაც ავსებთ და სვამთ თქვენ ელექტრონულ ხელმოწერას, ის შემდეგაც ამ შევსებულ დოკუმენტს უგზავნით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს თქვენს ფაკულტეტზე, ჩვენ შემთხვევაში იურიდიულ ფაკულტეტზე, რის შემდეგაც ისინი ხელს მოაწერენ და ბეჭდს დაარტყამენ ამ ხელშეკრულებას და განმოგიგზავნიან, რის შემდეგაც ატვირთავთ მას mobility თესეულზე. გირჩევთ, რომ ეს ხელშეკრულება, ასე რომ ვთქვათ, წაიღოთ თქვენ უნივერსიტეტში და ასევე შეინახოთ, რადგან ამ ხელშეკრულების შევსება მოუწევს იქაურ უნივერსიტეტსაც, ეს ზოგჯერ ონლაინად ხდება, რადგან იქაურ უნივერსიტეტებს უფრო ელექტრონული ვერსიები აქვთ ამ ხელშეკრულებების, თუმცა ყოველ შემთხვევაში გირჩევთ, რომ მისი არა მარტო ელექტრონული ვერსია, არამედ დედანიც თან გქონდეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ დიდი ალბათობით ამ საგნების ერთი-ერთში აღება ვერ მოხდება თქვენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის და მიღების შემდეგ, რაც არის ოკეი, ესე თითქმის ყოველთვის ასე ხდება იდეაში. რის შემდეგაც რაღაც საგნების ცვლილება მოგიწევთ, თუმცა არ ინერვიულად შეძლებთ დარწმუნებული ვარ ისეთ საგნებს აღებაც, რომლებსაც შემდეგ აგიღიარებენ. ასე რომ, ანუ სემესტრის დამატების საშუალება იდეაში ყოველთვის არის, თუმცა დამიჯერეთ ეს იმ გამოცდილებას, რასაც მიიღებთ ამ გაცვლითი პროგრამის პერიოდში, ვერანაირად ვერ გადასწონის. როგორც იცით, მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტში შეგიძლიათ ერთდროულად გაცვლითი პროგრამისთვის აპლიკაციის გაგზავნა, შესაბამისად თითოეულისთვის უნდა გქონდეთ ინდივიდუალურად სამოტივაციო, რომლის ატვირთვის საშუალებაც გაქვთ. პორტალზე დაზღვევასაც შეეხება, შეიძლება იყოს სამოგზაურო დაზღვევა, ჩვეულებრივი, უბრალოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდითაც იქნებით წასული და რეკომენდაცია არის საჭირო ხოლმე, როდეს არის საჭირო, რომ იყოს ერთი ადამიანის მიერ დაწერილი, არ არის რამდენიმე რეკომენდატორის არსებობა აუცილებელი, ავსებთ მათ ველს და მათ ეგზავნებათ, ასე რომ ვთქვათ, იმეილი, რომლიდანაც გადადიან და ავსებენ თქვენ რეკომენდაციას. ასე რომ გირჩევდით, რომ ვინც ტექნიკასთან არის უკეთ, მათგან მიიღოთ რეკომენდაცია და ვინც გიცნობთ უკეთ. სხვა რაიმე განსაკუთრებული არ არის ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით ამ საკითხში გაითვალისწინოთ. და რა თქმა უნდა, ვიწყვილზე კარგს დაწერს. ანუ
მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა განსხვავებაა TSE-ს მიერ შემოთავაზებულ ორი სახის გათვლის პროგრამას შორის. ჩვენ გვაქვს როგორც Erasmus Plus-ის გათვლითი პროგრამა, ისე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე არსებული გათვლითი პროგრამები სხვადასხვა უნივერსიტეტებში ევროპაში. ამათ შორის ძირითადი განსხვავება არის იმაში, თუ თითოეული პროგრამა რას აფინანსებს სტუდენტებისთვის. მოდით დავიწყოთ Erasmus-ის გათვლითი პროგრამით. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ Erasmus-ის პროგრამა აფინანსებს სწავლის გადასახადს. შესაბამისად, თუ TSE-ში სრული გრანტით იყავით ჩარიცხული, თქვენ არაფრის გადახდა არ გიწევთ ამ სემესტრის განმავლობაში. თუ კი ნახევარი გრანტით ან უგრანტოდ ხართ ჩარიცხული, მე მაგალითად 50%-იანი გრანტით ვიყავი, TSE-ში იხდით, რამდენიც უნდა გადაგიხადოთ ამ სემესტრში, ხოლო თქვენ ევროპულ უნივერსიტეტში არაფერსაც არ იხდით. საცხოვრებელი. რაც შეეხება ამას, არის უნივერსიტეტები, სადაც საცხოვრებელი ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ, ან არის მეორე ვარიანტი, როდესაც უნივერსიტეტი თქვენ გაძლევთ იმდენ სტიპენდიას, რომ დააფინანსოთ როგორც საკუთარი საცხოვრებელი, ისევე ასე რომ ვთქვათ, დაგჭერთ დამატებითი ასე ვთქვათ, კვებისა და ცხოვრებისთვის დამატებითი სახსრები. არის ამ ორი ტიპის დაფინანსება საცხოვრებლის, მაგრამ აუცილებლად ფინანსდება Erasmus-ის ფარგლებში. მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც Erasmus-ის გრანტი აფინანსებს, რომელიც ითვლება სპეციალური, ასე ვთქვათ, კალკულატორის მეშვეობით, რომელიც ითვლის დისტანციას, როგორც სხვა Erasmus-ის გათვლით პროგრამებზე, რასაც ახლა არ შევეხები. თუმცა ეს არის ხოლმე ძირითადად 275 ევროდან 360 ევრომდე დაფინანსება. თუ ამაზე მეტი გიჯდებათ, მაშინ უკვე თქვენი სახსრებით გიწევთ, ასე რომ ვთქვათ, დარჩენილი თანხის დამატება. რასაც ელოდეთ. და ხშირად ეს არის ხოლმე დაზღვევა, რომელსაც იქაური უნივერსიტეტი გიკეთებთ. თუმცა ეს ყველა უნივერსიტეტს არ აქვს ხოლმე Erasmus-ის ფარგლებში, ასე რომ არ გაგიკვირდეთ და როგორც ორი მხრივზე გააკეთებდით სამოგზაურო დაზღვევას, ისე დაზღვევას გაიკეთებთ ამ პერიოდის განმავლობაში, თუ ეს უნივერსიტეტმა არ დაგიფინანსებთ. რასაც ასევე არ აფინანსებს Erasmus-ი, ეს არის ვიზა, ვიზის ფული ან ბინადრობის ასე რომ ვთქვათ, ბინადრობის დოკუმენტის სახსრები, თუმცა მე გამიმართლა და ჩემმა უნივერსიტეტმა ესეც დააფინანსა, რაც იყო ჰელსინკის უნივერსიტეტი, ასე რომ მადლობა მათ. ასევე დააფინანსეს ირლანდიის გასვლითი პროგრამის დროს ჩემ კურსელს, შესაბამისად ეს ორი რაღაც გაითვალისწინეთ. ბინადრობას აფინანსებენ ხოლმე, რადგან უფრო მეტი ღირს მგონი, ვიდრე ვიზა და ასე რომ ვთქვათ, ეს ხარჯებიც უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც აგზავნით აპლიკაციას Erasmus-ზე. ორმხრივი Erasmus-ისგან განსხვავებით არაფინანსებს მგზავრობას, სტიპენდიის მცირე რაოდენობით გამოირჩევა, რომელიც ხშირად არ არის ხოლმე საკმარისი საცხოვრებლის შემდეგ სხვა ყოფითი ხარჯებისთვის, თუმცა ეს არის ინდივიდუალური და ასევე არ აფინანსებს დაზღვევას. ვიზაზე საუბარი არის ზედმეტი. ასე რომ თუ შესაძლებლობა გაქვთ, გირჩევდით, რომ თქვენი პირველი გათვლითი პროგრამა იყოს ყოველთვის Erasmus-ი, თუმცა რა თქმა უნდა, ორმხრივითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუმცა თუ არჩევანის საშუალება გაქვთ, ჯერ პირველი გაგზავნეთ Erasmus-ზე, მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრად უფრო მაღალი კონკურენცია. აპლიკაციის შემდეგი ეტაპი არის ინტერვიუ, რომელიც 5 წუთზე მეც არ გასტანს იდეაში, შესაბამისად ამისთვის მზად იყავით და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ კარგად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, თქვენ რატო ხართ შესაბამისი ამ პროგრამისთვის, რას მოგცემთ მაქსიმალურად ეს პროგრამა და თქვენ რას გააკეთებთ ამ პროგრამის განმავლობაში. როგორ დაგეხმარებათ, ასე რომ ვთქვათ, ამ უნივერსიტეტში სწავლოთ თქვენ სამომავლოდ. ასევე იცოდეთ, რომ ეს გათვლითი პროგრამა არ არის მხოლოდ სწავლაზე, არამედ არის კულტურულ მიმოცვლაზეც, ასე რომ ვთქვათ, მეტის შემეცნებაზე და ასევე მოგზაურობაზე. შესაბამისად, შეგიძლიათ, რომ თქვენი გულწრფელი, ასე რომ ვთქვათ, мотиваცია გადმოსცეთ მაქსიმალურად ინტერვიუს ეტაპზე. და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ მადლობის თქმა ბოლოში. თქვენ ფასდებით ინტერვიუს ეტაპით, რომელიც არის სულ 45 ქულიანი, GPA-ით, რომელიც არის 40 ქულა და ასევე პირველადი ამ აპლიკაციის გაგზავნის ქულებით და ასევე იმით, რომ თუ არ ხართ ნამყოფი Erasmus-ზე, ავტომატურად გენიჭებათ პრიორიტეტი.
ჩემი რჩევა იქნება ასევე, რომ გულდასმი წაიკითხოთ ის დოკუმენტი, სადაც უნივერსიტეტების ჩამონათვალი არის მოცემული, რომლებიც ამჟამად იღებენ მონაწილეობას ამ გაცვლით პროგრამებში. რაიმე თუ მის ბოლოს დეტალურად არის აღწერილი ყველაფერი, თითქმის რა კითხვაც შეიძლება გაგიჩნდეთ. მათ შორის სამოტივაციო წერილის გაიდლაინებზე, მათ შორის რეკომენდატორის მიერ წერილის გამოგზავნაზე, რადგან აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ თუ მან არ გამოგზავნა რეკომენდაცია, თქვენ ვერ შეძლებთ აპლიკაციის გაგზავნას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ზუსტად უთხრეთ, როდისთვის უნდა ჰქონდეს რეკომენდატორს გაგზავნილი თქვენი რეკომენდაცია პორტალზე, რადგან ამას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ ეს ყველა ეტაპი, რაც გაიარეთ, იყო მხოლოდ იმისთვის, რომ TSE-ს თქვენი ნომინირება გაეკეთებინა ამ უშუალოდ იმ უნივერსიტეტისთვის, სადაც გსურთ სწავლა. შესაბამისად, ამ ყველაფრის შემდეგ, თუ აგარჩევენ და იმედი მაქვს, ასეც იქნება, თქვენ მოგიწევთ, რომ უშუალოდ უნივერსიტეტის სააპლიკაციო ეტაპიც გაიაროთ და დიდიაში მარტივად მოგეჩვენებათ, რამე თუ უკვე ყველა დოკუმენტი გექნებათ მზად, რომლის ატვირთვაც ასე რომ ვთქვათ, იქნება საჭირო უშუალოდ მათ პორტალზე. ასე რომ ამის დეტალებში არ შევალ, რადგან ყველა უნივერსიტეტს აქვს განსხვავებულად მეტაკლება, თუმცა იგივე დოკუმენტაციას მოგთხოვენ. ასევე მინდა გაითვალისწინოთ, რომ ვიზის აპლიკაციებსაც რაც შეეხება, იქაც თითქმის ამავე დოკუმენტების გაგზავნა დაგჭირდებათ, თუ რა თქმა უნდა დაზღვევა და ასეთი რაღაცები უნივერსიტეტმა არ გამოგიგზავნათ ვიზის სააპლიკაციო პროცესის დროს, ამის შეძენა უკვე თქვენ მოგიწევთ და შემდეგ შეძლებთ უშუალოდ ვიზის თუ ბინადრობის დოკუმენტებზე აპლიკაციების გაგზავნას. ჩემგან სულ ეს იყო. თუ რაიმე შეკითხვა გააქვთ, რაც არ დავფარე ამ ვიდეოს ფარგლებში, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ ან პირადში მომწეროთ და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ამომწრავად გიპასუხოთ. თუმცა აქვე გეტყვით, რომ რადგანაც ყველა უნივერსიტეტის აპლიკაცია ერთმანეთისგან განსხვავდება, შეიძლება მეც ვერ შევძლო თქვენი დახმარება ან არ მქონდეს ზუსტი პასუხები, თუმცა რაც ადმინისტრაციულ საკითხებს ეხება და მექნება პასუხი მათზე, აუცილებლად გიპასუხებთ. ასე რომ წარმატებას გისურვებთ და დროებით.